ბათუმელების ვიდან ხართ? მოგესალმებით მეგობრებო ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში ჩვენ ვიმყოფებით ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ბათუმში დასაქმებული ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ და ასევე ამ აქციის შემდეგ დაგეგმილი არის მარში ტაქსის მძღოლების, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ ასევე ჩვენს ჩართვებში მიადევნოთ თვალი, სანამ საპროტესტო მარში დაიწყება, ჩვენ შევეცდებით რომ აქ შეკრებილ ტაქსის მძღოლებს გავესაუბროთ, როგორც იცით ისინი მოითხოვენ შრომითი უფლებების გაუმჯობესებას და უფრო ნათლად რო გავიგოთ, რას ითხოვენ კონკრეტულად, შევეცდებით რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ ეს მოთხოვნები. მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში, როგორ მოგმართოთ? ბატონო ზურაბ, დღეს არის შრომითი უფლებების დაცვის დღე, ხო? და ვიცი რომ ძალიან ბევრი სოციალური ჯგუფი გეგმავს დღეს საპროტესტო გამოსვლას და ითხოვენ ისინი თავიანთი შრომითი უფლებების გაუმჯობესებას, ასევე ვიცით რომ ტაქსის მძღოლები უკვე მესამე თუ მეოთხედ არის უკვე მეოთხედ მართავთ საპროტესტო აქციას და ითხოვთ რომ დამსაქმებლებმა გადახედონ თქვენს დასაქმების პირობებს და კონკრეტულად რო გავაგებინოთ კიდევ ერთხელ ჩვენ მაყურებელს, რას ითხოვთ, რა არის თავარი მოთხოვნები, ხო, შრომით ურთიერთობებს. რაც შეეხება შრომის უფლებებს, აქ არის ძალიან უკიდურესი მდგომარეობა, რასაც ქვია. მე პირადად ვარ იანდექსის მძღოლი. რა თქმა უნდა, ჩვენთან მაქსიმი ბოლტიც რა თქმა უნდა უფრო მეტია და როგორი რაღაცა იცი, აი ყველას, ანუ არა აქვს მნიშვნელობა ბოლტის იქნება მაქსიმი თუ იანდექსი, ფაქტიურად პირობები არის ერთნაირი. აი ძალიან დამაზიანებელი ჯერეთი თითოეული ჩვენგანისთვის, შემდეგ საქმისთვისაც ძალიან დამაზიანებელია, იმიტომ რომ იმდენად არაფერი არ რჩება საბოლოო ჯამში დღის ბოლოს, რომ ფაქტიურად ან ეს ადამიანები გათიშავენ ამ აპლიკაციას ან რაღაც ანაზღაურება რჩება დაბალი, ხო? გამომუშავება ძალიან დაბალი, იმდენად დაბალი, რომ ფაქტიურად ჩვენ საკუთარ ტრანსპორტს, ან ჩვენ მანქანებს ვეღარ ვიმსახურებთ. და ძალიან დიდი პრობლემები იქნება ყოველდღიურად, ანუ მანქანით როცა ყოველდღე მუშაობ, ანუ პრობლემები მატულობს, როცა ვერ აგვარებ. აი ჩვენი სამუშაო არის, ჩვენი სამუშაო ხერხია, ჩვენი მანქანაა. ანუ ჩვენ სხვა რამე არაფერი არ გვაქვს, ხო? ეს მანქანა თანაც ჩვენს ოჯახსაც უნდა მოემსახუროს, ჩვენ საქმესაც და ამიტომ იმდენად არაფერი არ რჩება, რომ მე არ ვიცი ბენზინის ფონზე. ეს მაგალითად გამოიწვია ბოლო დროს ფასების ზრდა ნავთობზე. ვერ ვიტყვი რომ ბოლო დროს, ეს არის ეს იყო ბოლო წვეთი ალბათ. ბენზინის მომატება იყო ბოლო წვეთი აქ ყველაფრის, რამაც გამოიწვია ის, რომ ის ძველი პოლიტიკა, რასაც დამსაქმებლები აკეთებენ, თანაც ამას აპლიკაციის საშუალებით აკეთებენ. ყველაზე ცუდი რა არის, იცი? საქართველოში არც ერთის ფაქტიურად ცენტრალური ოფისი არ მდებარეობს. არის რუსეთში, არის რუსეთში. კომუნიკაციას ვერ ამყარებს დამსაქმებელთან? უკვე პირველიდან დღემდე უკვე დავამყარეთ, გავედით. და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. რას ამბობენ? არიან რომელიმე პირობაზე თან? არა, ჯერ მასე არ არის, უბრალოდ გავედით, მოვიძიეთ, გავედით. მოვიკვლიეთ ვინ არიან ამ კომპანიების უკან, სხვათა შორის ერთი ქართველი სახელიც, წარმოშობით ქართველი სახელიც სირდება, კონკრეტულად იანდექსში არ ვიტყვი ახლა. სახელდაგვარს ეს კომპანია პირობითად იანდექსი რამოდენიმე მილიარდის აქციას, ანუ ქონებას ფლობს. ეს არ არის რაღაცა ერთი უბრალო რაღაცა კომპანია. აი მისი ქონება რამოდენიმე მილიარდია საუბარი. ამიტომ როგორ რაღაცა, იცი, აი ვიღაცები შოულობს ჩვენ ხარჯზე, ასე ვთქვათ, მილიარდებს. და ეს უნდა დარეგულირდეს და ალბათ სახელმწიფო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამაში დაგვეხმარება, იმიტომ რომ ვალდებულიცაა, რომ დაგვეხმაროს, იმიტომ რომ იქ არის როგორ რაღაცა, იცი, ორგანიზაციები მარტო სახელმწიფოზე ხო არ არის, აქ სხვადასხვა ორგანიზაცია, პროფკავშირებია, სახალხო დამცველია, შრომის ინსპექციებია, ამიტომ ეს უნდა მოხდეს რაღაც კომპლექსურად, ერთიანად, ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, იმ ორგანიზატორებთან ერთად და აი რაღაცა აი ასე ჯამში რაღაცას უნდა მივიდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ახლა ასე შეიძლება ერთი დღით არ მოხდეს, მაგრამ რაღაც ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პროტესტი გაგრძელდება იქამ, სანამ რაღაც კონკრეტულ შედეგებში არ მივიღეთ. ანუ შეთანხმებას არ მიაღწევთ გარკვეულ სანამ არ შეავზეთ და იმიტომ რომ ამ პირობებში მუშაობა გამორიცხული. იმიტომ რომ პირველი ადამიანები, ვინც ფაქტურად ვიზიტორებს ხვდებით ჩვენ. ჩვენ ვართ სახე. და აი თუ ჩვენ
პრობლემები გვაქვს, ესე იგი ეს გამოდის რომ სახელმწიფოსაც პრობლემები აქვს, ჩვენ ხომ მოქალაქეები ვართ. ანუ ფაქტიურად გვინდა რომ პირიქით გაუმჯობესდეს ჩვენი პირობები, იმიტომ რომ ზოგადად სურათი გაუმჯობესდეს ქვეყანაში. სოციალური სურათი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, მე ნახდათ ხარდაჭერას უჭერთ ჩვენ. კიდე კურიერები იქნება ნებისმიერ სოციალური პირობები, თქო აპოლიტიკური სოციალური პირობები. სოციალური პირობების პოლიტიკა. ნუ, მოგესალმებით, რომ გააგებინოთ ბათუმელების მაყურებელს, რომ რა არის მთავარი მოთხოვნები, რის გამოც უკვე მეოთხედ გამოხვედით და პროტესტში ხართ. რა ტიპის პრობლემას გიქმნით თქვენ როგორც დასაქმებულს? პრობლემა ისა დილით რო გამოდიხარ, შეშინებული ხარ ადამიანი. იმიტომ ხარ შეშინებული, რომ ჯერ თელი დღე უნდა იმუშაო. დიახ. და შენ თავზე აღარ ოჯახში რაღაცა მიიტანო, წამალი იქნება, საჭმელი იქნება. მე იმის გეშინია რომ დიახ. აი ჩაფრული თეთრი შკოდები რომ იმან არ დაგაჯარიმოს. წყალი რომ მოგიდეთ ადამიანს უბრალოდ რო გულზე დაგივიდეს და აფთიაქთან გააჩეროს წყალი იქ და 200-იან 100 ლარი გიждდება. ანუ გასაჩერებელი ადგილების პრობლემაც არის, ხო? გასაჩერებელი თავისთავად, მაგრამ უბრალოდ რომ შეწუხდი ადამიანს. დიახ. თელ სოფლიოში 5 წუთი ყველა ადგილზე შეგიძლია ავარიონი ჩაართო და გააჩერო მაგალითად. ვერავერ და გაჯანიმეს, ვერავერ ფრის ვერ გეტყვის და აქ ერთი წამითაც რო გააჩერო. ანუ ჩაიარა, ხო, გაჩერებული. დიახ. 100-იანი მესიჯი მოსულია უკვე. ხო და რა ვიცი რა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ 5 წლის უკანო ფასები იყო, ის ფასებია. ხო და სულ ყველაფერი რომ მეიმატა. უბრალოდ ტუალეტში შეგვიყვიდე და 20 ლარი რომ იყო ტუალეტი. ხო, ახლა 2 ლარი არის ტუალეტი. ყველა ბენზინი გასამართლებლად მასეა. სერვისები და ამ ტაქსისტებს ვინც მუშაობდი ეს შეიძლება მე არ შემიძლია ახლა ბლოკის თრევა და სიტყვაზე რაც ხა პროფესია გამომიშთა ჩემ ცხოვრებაში იმას მოვგიდე ხელი ხომ პური ხული ხომ შეიძლება გაკეთო ადამიანს. მესმის. ხო და ასე რა ვიცი რა ძალიან რთული ცხოვრება და ძალიან რთულად ვართ ყველა. რამდენი გამოდის გამომუშავება დაახლოებით, აი ოჯახის შენახვას ყოფნის? ახლა დილას რო გამოხვიდე 8 საათზე, ნუ და საღამოს 11-ად გამომუშავო. შეიძლება 80 ლარი გააკეთო ეს თლიანი ჯამში. ხარჯის გარეშე. დიახ. ნუ გამოვაკელ ქვია საწვავის სახელთა შეჭამი 50-60 ლარი შეიძლება არ დაგჭის. ხო. ეს თუ პატარა მაგარი ეკონომიკური მანქანა და ისე შანსი რა რომ დაგჭის. არ არსებობს. ოფიციალურად რომ შენ ახლა გამოხვიდე ყველა 100 ლარი გავაკეთებო და უწვალებელი ასულება როგორ ახლა იცი 80 შეკვეთას რო არ გააკეთო თუ არ გააკეთო. აი მაგალითად ტარიფი თუ გაიზრდება ეს არ შეამცირებს შეკვეთებს, როგორ ფიქრობთ? ალბათ დამსაქმებლებით ამაზე აპელირებენ, თუ როგორ არის აქ მე რაღაცაა, იცი მე გეტყვი. ტარიფის შემცირებაზე და გაზდაზე კი არ არის. ის კომპიუტერში რაც ჩაფიქსირებულია. ანუ მე ხომ ნიშნავს 2 კილომეტრში ვინვიდენში და მიშვებს 3 კილომეტრში. ანუ ფას უწევს სპეციალურად რომ ის Yandex, Maxim კლიენტი წაართვას. აჰა, კონკურენცია და ამასობა ჩვენ ვიჭიტულებით. ყველაზე კდარი მინიმუმ 5 ლარი მაინც უნდა იყოს გამოძახება. 5 ლარიდან უნდა იწყობოდეს. რომ რამე 2 კაპეკი გააკეთო ადამიანი. ის კი არა მარტო რომ ვინვიდენი 2 კილომეტრში რატომ მიშვებე 2 ლარში. ანუ გუშინ მქონდა მაგალითად შემთხვევა. მომცა შეკვეთა ვოლტმა მივიღე ეს რა ქვია შეკვეთა 2 და 80-იანი იყო. ხო და დამიწერა 1 წუთი და 600 მეტრი. რომ წავედი გაროჩე მოუმატა კილომეტრებად წუთების. დაუსხლინე და გაუგზავნე თქვენ ნამუსით უკან თქვენ მეთქით. იმიტომ ის 280-ში 60 კაპეკი მასვი აქვს. ხომ უნდა მივიდე კლიენტი ხომ უნდა მივიყვანო მე რამ ჩება. ანუ დებილი ვარ ყველა მივდივარ. ბოდიში მომიხადეს. მე ბოდიში მიშველის მე ყველა გზავრობაზე მას უნდა გხსნიო და უგზავნო მაგენს. თუ მაგელი ვერ ხტებიან, მაგრამ ანუ მე არ ვაქცევს ყურადღებას საერთოდ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. თქვენც რო გითხრათ თქვენი მოსაზრებები, მაგალითად რა რჩებათ აი ამ მუშაობის დღის განმავლობაში და რამდენად არის შესაძლებელი რომ იარსებოს მაგ შემოსავლით ოჯახმა? რიგში რა არის იცი, სახელმწიფო ისეთ პირობებში მიყავს ეს ხალხი რომ გაუსაძლისად და უხერხულად აგდებს ყველანაირად. ყველაფერი გაძვირებულია. თუმეტეს გზას არ გავს წესიერად გაკეთებული. მე ხალხის პირობებს არ ითვალისწინებს. ჯარიმაზე ეს ჩვენ რომ გამოვდივართ ხო არ გვეხალისება ხალხს მოსახურებით. უბრალოდ გაჩერებაზე და რაღაცა ელემენტარულზე რომ ჯარიმას დაგიწევს 100 მანეთს და 200 მანეთს. მე რა უნდა მოკითხო იმას.
ჯობია ჯარიმე თქვენი ხდით, ხო? კომპანია ამაში არ გეხმარებათ. რა ის კომპანია და აქედან გამომდინარე ყველაფერი რა დაიგო. ასე არის. სახელმწიფო თუ არის ხალხისთვის უნდა იყოს სახელმწიფო. არა იმისთვის მათთვის. ძალიან კარგად. ხო, მაგრამ ეგ სახელმწიფო არც ფასების სიძვირეს აღიარებს და არც იმას, რომ ვინმეს უფლება არის ამ ქვეყანაში დაცული და როგორ შეიძლება მათ გააგებინოთ, რომ რამდენად არის დღეს დასაქმებული მდგომარეობა დაუცველი ამ ქვეყანაში. ძალიან კარგად იციან ფასების ყველაფერის და თვითონ აკეთებენ ამას. რომ ხალხი მიიყვანონ იდეოლოგიურ შემთხვევაში რომ ეს მოხდეს რაღაცა სერიოზული არეულობა. ამას გარდაუვალია ესეთ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სოციალური აფეთქება არის მოსალოდნელი, თუ არ შეიცვლება სოციალური და ეკონომიკური პირობები? ხო, აქედან გამომდინარე, ყველა ცხოვრების მიზეზიდან გამომდინარე, იქნება ყველანაირი იმ დონეზე მივახალხ, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც რომ საჭიროა. მესმის, ხო, დიდი მადლობა. გაიხარეთ. ბათუმელების ლაივში ხარ და რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებაც. მეოთხე პროტესტია, ხო, ტაქსის მძღოლების. რას ამბობენ დასაქმებულები? რაიმე პირობაზე მოდიან თუ არა და თქვენი პოზიციები შევიკრიბეთ, გვინდა რომ ცოტა გაიდადოს ტარიფი. ჩვენ რაღაცა უორთეთი დავგვჭეს, იმიტომ რომ ეხლა ყველა რაღაცა ბანკი აქვს, უჭირს, ყველა გამოდის რაღაცა იმუშაოს შესაბამისად. გვინდა რომ რაღაცა ჩვენს დავგვჭეს რაღაცა რა. ნახოთ როგორ იქნება გადა. შევიკრიბეთ. რას ამბობენ? თქვენ რომელი კომპანიაში მუშაობთ? მაქსიმზეც მუშაობ, იანდექსზეც მუშაობ, რავი, რომელიც რას ამბობენ დამსაქმებლები? ჯეჯობთ არაფერს. ნახოთ ეხლა ჩვენ. დუმილს ინარჩუნებენ თუ ამბობენ რომ მაგალითად არაპირებენ გადახედვას. ოფისები აქვს, მარტო თბილისში, ბათუმში არ არის. შესაბამისად, აქ ჩვენ არავინ არაფერს არ გვეუბნება, არ ჯეჯობთ არაფერს. ნახოთ, ეხლა ამ ყველა ხო გაიგებენ, დაინახავენ, შეხედავენ და ნახოთ. თუ ამას შეცვლიან, ჩვენთვის კარგი იქნება რა. თქვათ არ გადახედეს, რა გაქვთ გეგმაში, როგორ წარმოგიდგენიათ? აქციები გაგრძელდება რა თქმა უნდა. დიახ. მასშტაბური აქციები იქნება ყველგან, სადაც არის ეს ჩვენი ტერიტორია, ყველგან იქნებით შესაბამისად ამ გავაპროცესით, რომ ცოტა მოხედონ ჩვენს რა და ეს თემა დაიხუროს, რომ ცოტა ტარიფი გაიზარდოს. ხომ არ გამოიწვევს ეს მაგალითად გამოძახების შემცირებას? თქვენ როგორ უყურებთ? ჩვენ რომ არ ვიმუშავებთ და არ გამოვართ, ავტომატურად კომპანიაც იძულებული გახდება, რომ მოუმატოს ტარიფს. მაგრამ მომხმარებელი რო შემცირდეს? მომხმარებელი აუხრეთ ახლა ჩვენს ჟურნალ კი ბატონო გასაგები მომხმარებელს უნდა ვიბიძოთ, მაგრამ ჩვენს ხო გვაქვს აქ ოჯახები და ჩვენს ხო გვინდა რომ რაღაცა ორთოთი გავაკეთოთ და რა ვიცი ახლა. ნუ თუ გამოკეთება, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ბედნიერად ყველა რა. დიდი მადლობა. ასევე ჩვენ გავესაუბრებით კიდევ სხვა ტაქსის მძღოლებსაც, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირა პროტესტში არიან. მოგესალმებით მეგობრებო. აქ ხო ხართ პროტესტში, რომ გაგვესაუბროთ, ბათუმელების ჩართვაში ხართ და რო გვითხრათ მეოთხე აქცია, გქონდათ მარშიც, საპროტესტო მარში, ასევე ვიცი რომ დღეს სხვადასხვა ქალაქში არის, დიდ ქალაქებში დაგეგმილი, როგორც ტაქსის მძღოლების აქცია, ასევე კურიერების გეგმავენ, თუ არ ვცდები და ყველა ის სოციალური ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ დაჩაგრულია, ასე რომ თქვა და მათი უფლებები არ არის ქვეყანაში დაცული, რა არის შესაძლებელი, როგორ უყურებთ აი ამ პროცესებს თქვენ? პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე საქართველოში უნდა იყოს დაცული ყველანაირად. პირველ რიგში სოციალური მხრივ. აქ ვინც არის ხალხი გამოსული, ეს ყველა არის ჩვეულებრივი მშრომელი ხალხი. ამ ხალხის პრობლემა აქვს, რომ ის თანხა, რაც გამომუშავდება, თავისი გადასახადია, თავისი ყველაფერი მანქანას ხარჯი აქვს. საბოლოო ჯამში არაფერი არ რჩება ამ ხალხს. ვარდება ვალებში, ჯერ იწყებენ ნათესავებით, ახლობლებით, მერე ბანკებზე გადადიან და მერე ხდება ის, რომ გინახიათ ალბათ ბევრი ბანკის ვალის გამო სახლი წაართვეს, ის წაართვეს, ეს წაართვეს და მიდის ამ დონეზე ყველაფერი. ამიტომ თხოვთ რა ეს მათი ვალდებულება, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და საქართველოში საქართველოს მოქალაქის და ქართველის უფლებები ყველა დონეზე, ყველა სფეროში უნდა დაიცვას. მე მგონი სახელმწიფო მოქალაქეებზე დგას და თუ მოქალაქეებს არ მიხედეთ, ზოგადად ვამბობ, სახელმწიფოც აღარ მიხედეთ. როგორ მოგმართოთ? რამინ აბულაძე. ბატონო რამინ, როგორც ვიცი, იყო დაანონსებული პროფკავშირების შექმნა, იმიტომ რომ არ გაქვს პროფკავშირები და საუბარი იყო, რომ უნდა შეიქმნას ძლიერი პროფკავშირები, რომელიც დასაქმებულის უფლებებზე იზრუნებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? თუ უჭერთ მხარს და თუ ხედავთ ამის საჭიროებას?
ზოგადად ყველა საქმე ოფიციალურ დონეზე კეთდება. რა თქმა უნდა შეიქმნას რამე ორგანიზაცია ისეთი, რომელიც გაითვალისწინებს ამ ხალხის გაჭირვებას, პრობლემებს და დაარეგულირებს ამ ყველაფერს. ეხლა მაგათ პროფკავშირებს დავარქვავთ. რამე სახალხო მოძრაობას დავარქვევთ, რამე ორგანიზაციას, მაგრამ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მე დღეს პირველად გამოვიდი ამ აქციაზე, დაზუსტებით არ ვიცი რა გეგმები აქვს, მაგრამ რასაც ვუყურებ, აი ასე იქნება გასაკეთებელი. აი პირველად რატო გამოხვედი თქვა, დრო არ ქონდათ მანამდე თუ რამდენჯერმე გაიმართა ეს აქცია და ამიტომ ვერ გეტყვით. ალბათ დრო არ ქონდა, მაგრამ დღეს როგორც გავიგე, ეგრევე გამოვიდი, იმიტომ რომ სადაც ჩემი ხალხი იქ მეც. მარ შეუერთები ხო დღეს რომელიც დაგეგმილია? სავარაუდოდ. კარგი, დიდი მადლობა. გაიხარ. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოუერთით, შეგახსენებთ რომ ბათუმში ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მეოთხე საპროტესტო აქცია აქვს ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ითხოვენ თავიანთი შრომითი უფლებების გაუმჯობესებას. ისინი ცდილობენ ამ კვირების განმავლობაში დამსაქმებელთან კომუნიკაციას, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ტაქსის კომპანიები, სათა ოფისები არ არის საქართველოში ძირითადად განლაგებული. ამიტომ როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ, უჭირს დამსაქმებელთან აქტიური კომუნიკაცია. წინა ჩართვებში გვეუბნებოდნენ, რომ დამსაქმებლები არ არიან მაინც და მაინც იმ პირობების შესრულებაზე თანახმა, რასაც ტაქსის მძღოლები მოითხოვენ, თუმცა როგორც ჩვენ ჩართვებში ადევნებ თვალს, ტაქსის მძღოლები არ აპირებენ თავიანთი მოთხოვნების უკან წაღებას და როგორც მოისმინეთ, ამბობენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე თავიანთი უფლებების დასაცავად, რადგან დღეს არსებული ტარიფი, როგორც გვეუბნებიან, ტარიფით არ გამომუშავდება იმდენი, ვთქვათ, რითაც შეძლებენ ისინი ოჯახების შენახვას, ყოველდღიური საჭიროებების გამკლავებას და ასე შემდეგ. როგორც ჩვენს ლაივში ხედავთ, ტაქსის მძღოლები იკრიბებიან აი ამ ადგილზე და შემდეგ 3 საათიდან დაგეგმილია მარში. ისინი ავტომანქანებით გადაადგილდებიან ქალაქის ტერიტორიაზე და აი ამ ფორმით, სიგნალებით, დროშებით და აი ამ მარშით შეახსენებენ სახელმწიფოსაც და დამსაქმებლებსაც, რომ მათი შრომითი პირობები არის ქვეყანაში გასაუმჯობესებელი, რადგან როგორც მოისმინეთ, მათ უწევს რეალურად მძიმე პირობებში მუშაობა, არც დაზღვეული არიან და არც ვთქვათ, სხვა შრომითი პირობები არის მათი გათვალისწინებული. ბოდიში? ბოდიში? გიხატავს, მაგრამ რაც არ არის იმდენ მანქანას გიხატავს, მანქანა რომ მაგი ემეგრას იმ დაგაინტრიგოს და დაგშალოს, მიცი? იჯება მოვიგრიბე. არის ძმა, აგერ აქ მანქანას ხო გიჩვენ. აქედან ძმა არის შეიძლება იყოს 10 მანქანა. ნუ უყურე მაგას. რუსლან, მოგესალმები ბათუმელების ჩართვაში ხარ და რომ მოკლედ აუხსნათ მაშინ თქვენთვით რომ 1 მაისს გეგმავდით მარშს და დღევანდელ გეგმებზე რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს რა როგორი გეგმება და ხო განმეორდება თუ არა თქვათ ეს პროტესტი თუ თქვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. თქმა უნდა განმეორდება. ახლა დღეს დღევანდელი ის გვაქვს ჩვენ 12 საათამდე მაქსიმალურად შევიკრიბებით მძღოლები. 12 საათზე გვექნება რა შედეგი მივიღეთ, რა მივიღეთ, როგორ მიდის საქმეები, მაგას გამიხილავ და 15 საათზე, ანუ 3 საათზე გვექნება მარში. როგორც ვიცით, სხვა ქალაქებშიც არის ხო დაგეგმილი და ეს ერთობლივი რაღაც სოლიდარობის ის იქნება მარში. რა თქმა უნდა, არის თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში არის და ბათუმში არის. კიდე მე ასეთი ის მაქვს, რომ ფოჩიც არის აქცია დაგეგმილი დღეს. არის ფოჩი, აი ამ ქალაქში არის ყველა დიდ ქალაქში არის. ასევე გუშინ იყო მაგალითად გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროფკავშირების შექმნას აპირებთ, რომლებიც ასევე იზრუნებს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზე. თუ ხართ ინფორმირებული ამაზე და რას ფიქრობთ თქვენ? საჭიროა თუ არა ძლიერი პროფკავშირები, რომ შრომითი უფლებები იყოს ქვეყანაში დაცული ტაქსის მძღოლების? თქმა უნდა საჭიროა, ანუ ჩვენ ტაქსის მძღოლების ის დაცვა არის სავალდებულო, საჭიროა სავალდებულო
როგორც არის. ამას უნდა გამოეხმაუროს სამი კომპანიიდან რომელიმე აქამდე ჩვენ არ გვაქვს თქმა ჩვენ გქონდა გაგზავნილი წერილობითი მიმართვები სამივე კომპანიასთან ჯერჯერობით არ გვაქვს მათიდან არანაირი პასუხი რა პოზიცია აქვს მათ და ველოდებით ეს აქციები გაგრძელდება სანამ არ გამოვლენ კონტაქტზე არ გვეტყვიან მათ პოზიციებს რა არის როგორ არის და სანამ არ გვეტყვიან დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს თუ არა ეს აქციები გაგრძელდება ხალხის რაოდენობასაც რაც შეეხება 12 საათამდე ძალიან ბევრი შემოგვიერთდება უკვე და ძალიან ბევრიც ვართ რომ ეს გაითვალისწინოს კომპანიებმა და გამოგვეხმაურონ და გვაწვინონ რა პოზიციები აქვს რა პოზიციებს კავენ მათ ესე იგი ამ დრომდე არ იცით ხო კომპანიების წარმომადგენელთა პოზიციები? არა, ჩვენ გქონდა წერილები გაგზავნილი, როგორც აღვქვი, წერილები გაგზავნილი გვაქვს, მაგრამ პასუხი ჯერ არ არის. აჰა, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ბათუმელების ჩართვაში ხართ მეგობრებო და რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები. შევეცდები რომ კიდევ გავესაუბროთ აქ ყოფ ადამიანებს. კი ბატონო. მგონი რაღაც განცხადების დასაპირებენ. ბიჭებო, ერთი წამით მოვიკრიბოთ. ფაქტიურად კი ცოტა დრო გადავაშორეთ, მაგრამ დიდი თანაფერი. ამიტომ პირველ რიგში მგონია ძალიან გთხოვთ ერთ რაღაცას. ვინმე გამოვა სიტყვით და უნდა სიტყვის თქმა და ყველა დღეს იმიტომ ვარ შეკრებილები რომ თითოეული ჩვენთაგანის აზრი უნდა დავაფიქსიროთ. არავითარი აზრი ვინც აქამდე მოსულია არ დაიგრონიზდება. პირიქით, რაც მოთხოვნები გვაქვს დაემატება, განვიხილავთ, თუ რამე არის საჭირო სიტყვაზე აქტივისტები იქნება თუ რაც იქნება დავიმატებთ, იმიტომ რომ ახლა ყველას არ შეუძლია კაცო და არცაა ყველა ვადებული აქტივისტოს, ამიტომ გთხოვთ ყველას რომ დავრჩებით ბოლოს აქციის შემდეგ დავემატოთ ჯგუფში იქნება თუ ცალკე, მაგას არ აქვს პრობლემა. თავარია რომ საერთო საქმეს გამოადგეს აქ ყველაფერი, რასაც ახლა ვარ ჩვენ შეგრებილები. ამიტომ როცა დავიწყებთ, გთხოვთ უბრალოდ რომ მომისმინოთ, როცა დავიწყებ რამე საუბარს, უბრალოდ ჩემგან იქნება მე დავაპაუზებ და რაღაცეებს შეგეკითხებით და აი მე იმ თქვენგან წამოვაზრები, მე გავაგრძელებ, მე ისევლე დავაპაუზებ, ამიტომ რომ არ ამოგვივიდეს არეულობა, ამიტომ გავაკეთოთ ასე რაღაცა ფორმა მივცეთ ჩვენ ურთიერთობას. თორე ახლა ჩვენ რომ ავგანეთ არ ვართ ცოტა ხალხი, რომ დავიწყოთ ყველა ერთად ლაპარაკი, მე მგონი არაფერი არ გამოვიდა და ვერც გავაგონებთ ვერავინ. ამიტომ პირველ რიგში ბიჭებო გილოცავთ დღევანდელ დღეს 1 მაისს შრომელთა დაცვის დღეა საერთაშორისო და მინდა უსურვო ყველა მშრომელს პირველ რიგში ჯანმრთელობა და ოჯახში სიკეთე და ქვეყანაში რა ვიცი ყველაფერი კარგი მე გეკუთვნით ბიჭებო თქვენ იმხელა შრომას დებთ თქვენ საქმეში ყველაფერი საუკეთესო სიმსახურე ზუსტად მაგიტუა პირველი პროტესტი ჩვენი სანამ ბენზინის გაძვირდებოდა და ჩვენ უკვე ჩვენი სამუშაო უფლებების პრობლემები შექმნებდა იმიტომ რომ ძალიან დაჩაგრულები ვართ აი კონკრეტულ შემთხვევაშიც კი და არა ვიზახის სისტემურად ხომ დაჩაგრულები ვართ მაგრამ მე რაც ხდება მე უფრო ემატება ამას ყველაფერი ამიტომ ამაზე ვისაუბრებ მუხლობრივად დავიწყებთ ისევე პირველივე შეკრებიდან დღევანდელ შეკრებამდე როგორ გავიარეთ ეს გზა როგორ გავდივართ ეს იყო ზუსტად 10 დღის შვალეთი 2 კვირა არა თუ დაახლოებით ანუ რას ვაღწევთ რა ნაბიჯებს გადავდივართ იმიტომ ზოგიერთები ყველაზე ნახდათაიწყება რომ აქვს გაცვლება არაფერი გამოვა ისე იქნება ასე იქნება თავარია რომ ერთიანობით ყოველთვის ყველაფერი გამოსულა ამიტომ დიდი იმედი კი არა და 100%-იანად დარწმუნებული ვარ ამ საქმეში გამოვა ყველაფერი თავარია პირველ რიგში რა ბიჭები სანამ დავიწყებთ რაღაცას ორგანიზაციული სახე უნდა მივცეთ ჩვენ რამოდენიმე კაცმა იმდენ დავდევით ჩალზე 2-3 მოდი ბიჭებო ვინ ქნას ხან ერთ ვთხოვეთ ხან მეორე და ბოლო დავრჩით 3-4 ბიჭი პირიქით მე ვემართოთ 10 კაცი გავხდეთ 20 კაცი ვინც უშუალოდ მიიღებს ამაში მონაწილეობას რატო მე უბრალოდ თქვენი ერთ მე ვინმეს გამოგზავნე კი არა ჩვეულებრივად ბიჭებო გუშინ მუშაობდი გუჩინცი ერთი თქვენთაგანი ვარ მე გასხვავებული თქვენ პროსტა კოსტუმი შევიცი კურტკა გევიზეთ ცხელა ხარი ავში არა უშო ხოდა რა არის ბიჭებო თუ იცი ახლა რა შეეხება ხო
როცა გვექნება რაღაცების განხილვა, დავსვამ კითხვას, ჩასწორებებთან დაკავშირებით. ანუ აქ ცოტა არეულდარეულია რაღაცეები. ამას ვალაგებთ. რაც შეეხება ხო ბოდიში. დღევანდელი შეხვედრა არის კანონიერი. ჩვენ აქ კანონიერ საფუძველზე ვართ. იციან სამართალდამცავებმა რომ ჩვენ მიმართვა გაკეთებული გვაქვს შეხვედრისაც და მსვლელობისაც. მერიას ყველას საქმის გულში. ასე რომ ჩვენ ამას უკანონოდ აქ ამ შეგრებით არ ვაკეთებთ. ეს ჩვენი კანონიერი უფლებაა ვიცოდეთ. ასე რომ ვინმე არ იფიქროს რომ ამით მე რამე პრობლემა შევექნება. გამორიცხული. თავარია ჩვენ არ დავარღვიოთ გზა ახლა ელემენტარული. ასე რომ კანონიერი უფლება შეგრების გვაქვს. რაც შეეხება ბიჭებო ძალიან გთხოვთ. რამე საუბარი იქნება იყოს საერთო საუბარი, არა 2 და 3 კაცში. გაგსალაბარაკო გამოდი აგერ ან საცხა გინდა დასვამ საკითხს გათვალისწინება მოხდება. ყველა ვისმე. კერძო და რამე საუბარი არ გვაქვს, იმიტომ რომ ყველას დრო გვაქვს, ყველას ენერგია გაქვს, ყველა ვიღლებით. ანუ რაღაცა ისე გავაკეთოთ, რომ ერთმანეთი არ დავღალოთ და ისე გავაკეთოთ, რომ რაღაცა შედეგზე გავიდეთ. დღევანდელი შეკრება ყველა ხომ და არ უნდა ჩაიაროს თავის თავს. ამიტომ პირველ შეხვედრაზე ბიჭებო ასეთი რაღაცა მოხდა. ვინც არ იცის? მოხდა ასეთი რაღაცა. რას ვითხოვთ და რამ შევკრიბა დღეს აქ? პირველ შეხვედრაზე სხვათა შორის ბიჭები დაბლოკეს და იყო აქ 2-3 კაცი. მაგრამ უკვე შეხვედრა შემდგარი იყო, მაგით მოხდა მერე დროთა განმავლობაში. ანუ დავიწყეთ უბრალოდ ნომერ პირველად, თორე ეს ნომერ პირველ შეიძლება ნომერ მეხუთეც იყოს, მაგრამ პირველი ასე ქონდა მოთხოვნა. საკომისიო შემცირება 10%-მდე. როცა შემოვიდა ეს კომპანია თავიდან ასეთი ანუ კაი პირობებით შემოვიდა, ფაქტიურად მე რეიწყებს ნელ-ნელა გაუარესებას და გაუარესებას. ანუ პირობები თავიდან იყო 10%, რამე ცუც ხომ არ ვითხოვთ, ან ნაკლებს ხომ არ ვითხოვთ, ან მეც ხომ არ ვითხოვთ. ანუ 10% მე მგონია ნორმალურია მოთხოვდი და იქნებ ვაჭრობა წავა. რა თქმა უნდა. და იქნება რაღაცები, მაგრამ დავიწყოთ მაინც ახლა 5-დან ვერ დაიწყეთ, 10-დან დავიწყეთ. ჩვენ და მაქსიმალურად ვესწრებით რომ 10% იყოს. მისაღები პროცენტია მგონია ამაზე გარჩევა და ამაზე მე მგონი ყველა გვეთანხმება. ხო ეგრეა? რეალური ეგრეა. ესა. ნუ როგორც თავიდანვე გააკეთებდნენ და ანუ მოიზიდეს, ასე ვთქვათ, ანუ ხაფანგი გააკეთეს, ასე ვთქვათ, ჩვენთვის რომ დავესაქმებინეთ და მე ქიცით დღეს კი ვიცით რა ხდება. საქართველოს ყველა სტრუქტურაში. დაწესდეს პირველ აქციაზე ასე გაახმაურდა. მე მაპატიეთ ბიჭებო, მაშინ ბოლში ასე ჩახედული ხდა კარგად არ ვარ, იაგდესის მძღოლი ვარ და ტარიფზე ივიძახით. შეიძლება რაღაცა ვერ გაიგოს ბოლტმა, შეიძლება რაღაცა ვერ გაიგოს იანდექსმა, მაგრამ ან მაქსიმმა, მაგრამ აქ ერთიცაა შეყვანილი, მეორეს და მესამეც. დაწესდეს თუ შეიძლება აქეთ თუ შეიძლება. მაინც სახში თუ გინდა საუბარი იქით გადი. დაწესდეს მინიმალური ტარიფი 2 ლარი კილომეტრზე. ასე უკვე დავიწყეთ აი ამის მოთხოვნა. აგი მოლაპარაკებები რო წავა, ჩვენ მოვიძიეთ ახლა სადაგზა ისე გიყვებით, ცოტა ხტები იქით აქეთ. მაგასაც გეტყვით, მოლაპარაკებები როცა წავა, ანუ წავა ამ მოთხოვნებები მოლაპარაკება და 20 კაპიკი ემატება კილომეტრის მერე. კომპანიამ უზრუნველყოს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა. რაც პირველ რიგში მე ძმაო, სხვანაირად არ გამიგო. მე დღეს 1000 ლარის რო ვიშუნო, თუ ჩემი ჯანმრთელობა შეირყა 100 არა ფულს. მე თუ ჯანმრთელი არ ვარ, ფული რა თქმა უნდა. ფული დამჭირდეს ისევე წამლების დასახარჯად რა აზრია. ანუ თუ ჯანმრთელობას არ მიექცა პირველ რიგში ყურადღება, რა უნდა ვიშუნოთ ჩვენ? ისევე წამლებში ვხარჯოთ? ამიტომ დაზღვევა უნდა გქონდეს. აუცილებელი რაც არის. ეს კომპანიამ უნდა მოახერხოს. მეოთხე, მგზავრობის ტარიფში დაანგარიშდეს საცობებში გატარებული დრო. იმიტომ რომ შეიძლება 5 ლარად მომცა შეგვეთა და 1 საათი საცობში მომყოფა. მაგას ხანდახან რო ვარ ხომ ასეთ სიტუაციაში უფრო მიხარია დაბალი ტარიფი რომ აჩქარა ვადგილდებით, ემაინც მეთქი. უფრო მეტი ვიშოვე 2-3 შეკვეთით, ვიდრე 1 შეკვეთით და საცობში რო დგავართ. ხო ესეა. დაკონკრეტდეს ჩამოსვლისა და აყვანის ადგილები ისე რომ ძღოლებს პრობლემები არ შეექმნათ
პატრულთან და კამერებთან. მე მგონი ეთახმებით ყველას და მაგი არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. რატომ? ხალა გავარჩიო. 2 წუთი მაქვს ლოდინის უფლება და კანონის მაძლევს ავარიულებს ბოლო-ბოლო ჩავთავდა დაველოდები, მაგრამ მე მავალდებულებს კიდევ 8 წუთს. ამ დროს უკვე უკონტაქტო, ნუ სიტყვაზე ვიდა. მე შემიძლია გავთიშო კიდევაც, მაგრამ უბრალოდ უფლებას არ მაძლევს გავთიშო, სანამ ეს 10 წუთი არ გაიგოს. ამიტომ ამ წუთში ხდება უკონტაქტო და ჩათვალე 100 ლარი და ერთი კვირა ну არა მარტო უკონტაქტო და კამერები, მაგრამ უკონტაქტო პირველ რიგში და ერთი კვირა მიწევს ფაქტურად ერთი 3 ლარიანი შეკვეთის შესრულება, მე ერთი კვირა უნდა ვიმუშაო რომ აი ჯარიმა. ანუ ეს ძალიან დიდი პრობლემაა მაგალითად ჩემდა და ყველა ჩვენდაგან ის. ხო მე რა შეეხება კიდევ კარგად იცი ჩატში წერება და ძალიან კაი არის, იმიტომ საჭირო ჩატი. გადასასვლელია ბონში, ანუ ლიანდაგზე. ბიჭო, აკეთებ 100 ლარიანს რა, წლები არ ყოფილა ბენზინში, წლები არასდროს. აგენებ, იქნებ მანიშნებელი რაღაცა ერთი კვირით რომ ცხოველები ვინც დადის გაიგოს და მე მოვდივარ არ ვიცი და ბაღ დამაჯარიმა. შევოჯახა შენებულო კანონით ხალ ჯანმრთელობა გამაწონი. ჯანმრთელი იგი რა ქვია კანონით რამოდენიმე დღე უნდა იყოს მანიშნებელი ხო? მე გავფრთხილდე ასე. თუ დეკხაზი არის ხო, იორმოა ზეთხას ვიზოდე დორმო. მართლა სახომარო საქმეში. ისიბიდან დააღენეთო დასტოპეო. ბიჭებო, ერთი წამით, ვაგზელო. აი, ამა ცოტა აკეთა მაქსენელებული არ კეთა. გაიხსნას ბოდიში ერთი წამით. გაიხსნას ოფისები დიდ ქალაქებში. რათა მძღოლებმა შეძლონ თავისი პრობლემების კონკრეტულ პასუხისგებელ პირებთან მოგვარება. ამიტომ როგორ რაღაცა თუ ყოველ დღიურად ვაწყდები, მე ბავშვებს ვიცავ, ახლა დიდი ხანი არ ვარ ამ საქმეში. წელიწად ნახევარია, ზოგი 5 წელია, ზოგი 3 წელი, ზოგი 1 თვე. მაგრამ ყოველ დღე ვაწყდები რაღაც ახალ შემდგარ პრობლემებს. ხო შეიძლება იცი პრობლემა და იცი რა შეხდება, მაგრამ ყოველ წუთში რაღაცას ახალს აწყდები და ელემენტარულად არა ბიჭო აგზავნი შენ პრობლემას ხარდაჭერში და აი რას უძახი ელოდები 24 საათი რა. და გადადებას კი არა მოგდის სტამბურად, ანუ არც კი წერს და გამზადებული შაბლონურად მოგდის პასუხი. მეტი შეურაცხყოფა რა გინდა კონკრეტულ პრობლემას აწყდები და შაბლონი მოგდის პასუხი. მეტი რა უნდა შეურაცხყოფა მოგაქვს. ანუ მე მგონი სწორ მოთხოვნები ბოდიში ერთი წამით ვაგზელებ ბიჭებო. თუ ვიდა ვილაპარაკო, მე შევაწყეთ, თუ ვინ ამ საკითხებზე რას ვარ, მე დანაშეს გავაგზავნე. მე პრობლემა არა მეც მე ვითქვა მინდა სულ. მასია შეგიძლია. გეიხარეთ. ო სიგარეტი აბა მაშინ მანქანაში არა გადმოვდივარ და იქნებ ეწევი. შენ სიგარეტის უმა არ შეაწუხოს გზავრი. ხო დაგიწერს. და ვაჩერებ მანქანას, რამდენია ამდენი. მოის და შემდეგი ლოდინის ღილაკი დაუბრუნდეს პირვანდელ ვერსიას. ხშირად გზავრი არ ადასტურებს ლოდინს, რაც გვაკლებს შემოსავალს ბიჭებო. 99% არ ადასტურებს. იცი, სულ და იმით არ ადასტურებს. ვინმე არა მაგრამ. ჩემთვის ჯერ არც არ დაუდასტურებია. მერვე, აქტივობის დაბალი ფულის გამო არ დაიბლოკოს აპლიკაცია, ანუ ამაზეა საუბარი, ანუ კომპანიამ დაბალი ტარიფის არ უნდა დაიბლოკოს, რა იცი. აგი გვაქვს მოთხოვნა. დაბალი თბილისი კომპანიამ იკისროს, ხა თბილისში კომპანიამ, ეს თბილისისაც არის, იკისროს ულიცენზიო და ჩვენთან მაგან განსხვავება, აქ ლიცენზია და ულიცენზიო შორის არის. ისე სიმართლე თუ ვინა გითხრა, რამდენად კანონიერია მე ვერ ვიტყვი, მაგრამ და რამდენად პრაქტიკაში სწორი იქნება, მაგრამ ეს დანერგვა ლიცენზიის და არ დანერგვა, მაგი მე ჩვენი გადასაწყვეტი იქნება და შეიძლება მაგ მოთხოვნაც იყოს, შეიძლება არც იყოს. არის ჩვენი ბედი უნდა გადავწყვეტოთ ჩვენ. თუ საჭიროა ლიცენზია, ლიცენზიასაც მივიღოთ. ერთად თუ გადგება ყველა იქ მეშველება და ეს ჟინი არ უნდა შევწყვეტი რა. ბიჭებო, თანამშრომლების
გაშვება დაბლოკვა შეიძლებოდეს მარტო შრომის კოდექსში გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად. უსამართლოდ დაბლოკილი დასაქმებულების აღდგენა. ანუ კოდექსის მიხედვით და არა კომპანია როწყობს და ვიღაცის სიტყვაზე. შეიძლება ვაფშე არ იყოს. მე რაფერი შეგრძნება მეუფლება ხანდახან იცი? კომპანია სპეციალურად მაქვს კურსს რატო? რომ იმენა დამამონოს მაქსიმალურად დამომიჭეროს. შენ ხო რა შეიძლება მაქსიმალურად, რა შეიძლება მაქსიმალურად. ой, ვინუშდეს ღვთის რომ მე ჩაუვთო ეკონომი და ბევრი ირბინო ეკონომიკა. ქულები ააბაღლო. ეკონომი საერთოდ გაითიშოს. გათვალისწინებელია რა კიდევ ვიჯებო თვით. ჯერეთი წარმოიდგინეთ. ახლა ბოლს კიდევ არ აუშვეს, მაგრამ Yandex, როცა მგზავრობას ასრულებს, რაფერი პრობლემაა, იცი? რამოდენიმე წამში უნდა მიიღო საგაზო, ვიცი Yandex-ია და მეტახოება. აი, მანქანა მიყავს, მგზავრი გიჟდანა და დროზე უნდა მიიღო, შეთხოვებით დაჟე ვერც უყურებს ამიყავს. პირველ მისამართს ხედავ, არის სიტყვაზე ორბი ან რამე აეროპორტი და შეიძლება ტყეში აგიყვანოს საწყი. ამიტომ რატო იწერება ხელვაჩაური? მეტი არაფერი და რაღაცა ინგლისური სიტყვა რა. გურე ასე აქვს. ანუ მთიანი და ანუ გათვალისწინება უნდა მოხდეს ერთ-ერთ პუნქტში აგვიწერია მთიანი და რთულად მისადგომი ზონების გათვალისწინება და გამოყოფა. არა ძმაო ასეც ამ ხელად ამგეულ გზაზე ამ ყავა და ისევე ზონიდან გაკავა როცა მომატებულია მუშაობა და შენ გაგიყვანს 10-12 ლარად საცხად აქცეულ გზაზე საცხად გაგიყვანს და აგერ მუშაობა და შენ გაიხარდება 12 მაინც დაწერაო და 2 საათი ვერ მოგვიყვები კიდე საცხად კეთევანზე მოგუშე და იმაზე რა ქვია აი მისამ და აკვასრა და გინდა წამებული და გინდა ჩიხი და გინდა იგი რა ქვია ტაბიძის ჩიხი და კაია რამე მაგრამ შევდივარ ამ განაცხადი არ წავს მაგასტობი და რა შეეხება აუცილებლად უნდა არა გასწ თუ რამე მოვაჭრო აუცილებლად ბიჭებო მოუსმინოთ ვინც ღამე მუშაობ მე პროსტა რა კითხვა მაქვს იცი მაგათი ხანდახან არის რომ Yandex-ი პასუხობს როგორ იცით რა ჩვენ რო ტარიფი დავწიოთ ისარგებლებენ ავტობუსები ჯო ღამის ტარიფში 1-0-ზე რომაა ერთი ანუ და ხალხი უფრო დაბალი რომაა არა და ტრანსპორტი არ მუშაობს მეტრო ჩვენ არ ყავს ბათუმს და ავტობუსი არ ყავს და კაპიკებზე გატარებს ამ ღამე და მე თანაც აი მაჟორებს უზახი ვის იცი აი იფერი ბიჭები პაპიკოს ბიჭები რომ დააშლიგენებენ ამანქანას და საიდან თუ წვიმა ამით უმეტეს ხილვადობა ნაკლებია ძმაო და დაქრის ბათუმში აი ამფერი აი მანქანები ამის 3 საათზე რომ ლარნახევრიან კლიენტში მის რომ ადამიანს რომ მიაკითხა ანუ 2 კილომეტრი უნდა მიეღო ხო და ლარნახევრიან კლიენტს რომ ჩემისვა კაზინოსთან რომ მიხვალ კაზინოსთან 20000 რომ წაგებული აქ და 2 სიაზო ჯერი აი მე დავარ 20000 წაგებული თან გასწიებს ხო არა ბიჭებო ანუ ხო ფასი დავარო უნდა გასწორდეს ასია ბიჭებო ახლა ყველა ვიცით რა გათვალისწინებელია მე ესე დავამატე ჯერ დავასრულოთ აი დამატება და იგი მე დაკლება და რაღაცა იგი ყველა აგეკითხებიან მართალი ხარ ბიჭებო გავაგრძელო კილომეტრაჟის ხარვეზის გამოსორება ხან ისე ხდება რომ კი ვიცი ჩვენ ხან ერთი გადათხილია გზა გადმოთხილია რეალობაში თავიდან როცა გვაძლევს და დაანგარიშებული არის 2 კილომეტრი მაი 2 კილომეტრი მე ხდება 4 კილომეტრი ხო ვერ მიდიხარ სწორად ვერ მიდიხარ შემოვლა გიწევს რაღაცა სულ ყოველთვის წაგებული ვარ ჩვენ და ახლა რომ იყოს ლარიანი ბენზინი კი მაგრამ ახლა 4 ლარიანი ბენზინში ბოდიში ჩამოვსვით უკვე და პატრონმა 23-ში ჯარიმას და გამიწერა მაგისტრალია მე მარტო კი ვიზერია მე კონდა აი კონტაქტო ცუცახაი პოლიცია ვიდან შეიძლება რა უკონტაქტო კაცშიშია რობოტი 2 წუთი არ აქვს მაგას ვიდანი გაჯარიმებს რა იყო ბეწონია მასეთი ჩემს რაბოთ ბიჭებო ვაგზელე
ვინა შევისვენოთ მე. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა უყურებთ მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ბათუმში იმართება ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია. დღეს ასევე არის დაგეგმილი მარში და შეგიძლიათ ასევე თვალიადევნოთ ამას ჩვენს შარდებში. თქვენ თუ ახლა შემოუერთდით ჩვენს ლაივს, შეგახსენებთ რომ ტაქსის მძღოლებმა დღეს გააჟღერეს თავიანთი კონკრეტული მოთხოვნები, თუ რის გამო დგანან ისინი საპროტესტო აქციაზე, რას ითხოვენ კონკრეტულად დამსაქმებლებისგან და ასე შემდეგ. ძირითადი მოთხოვნები პრინციპში არის ის, რომ იყოს მათი შრომითი უფლება დაცული, რომ მაგალითად გამოძახების ტარიფი გაიზარდოს კილომეტრზე, რადგან დღეს არსებული ტარიფი, როგორც ამბობენ, არის ძალიან დაბალი და რეალურად გამომუშავება არის იმდენად დაბალი, რომ ისინი როგორც ამბობენ, ვეღარ ახერხებენ არსებობის საჭირო, ასე რომ ვთქვათ, ანაზღაურების შეგროვებას. ასევე საუბრობენ დაზღვევის უფლებაზე, რომ ისინი არ არიან დაზღვეული და ითხოვენ, რომ კომპანიებმა უზრუნველყონ სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება, ასევე ჯარიმებთან, გადაადგილებებთან, მოცდის დროსთან დაკავშირებით აქვს კონკრეტული მოთხოვნები და ამ მოთხოვნებს აჟღერებენ, რომ გაითვალისწინონ დამსაქმებლებმა მათი პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ ამ პროტესტს. დღეს პრინციპში ტაქსის მძღოლების უმრავლესობას გამორთული აქვს გამოძახების, ასე რომ ვთქვათ, რეჟიმი და ვერ შეძლებს ტაქსის გამოძახებას. ქალაქში 4 ძირითად ქალაქში მიმდინარეობს დღეს საპროტესტო აქცია ტაქსისტების, ასევე დაგეგმილი არის მარში და ტაქსის მძღოლების გარდა, როგორც ვიცი, დღეს 1 მაის შრომითი უფლებების დაცვის დღეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფები აპირებენ ასევე გამოსვლას. კურიერების აქციაც არის დაგეგმილი და სოციალურად დაუცველების აქციაც მაგალითად ბათუმში. ტაქსის მძღოლების რაღაც ნაწილი გადის და როგორც აქ გვითხრეს, ემზადებიან, იკრიბებიან ნელ-ნელა და აპირებენ მარშისთვის მზადებას. მარში იქნება ავტომობილებით. მანამდე კი აქ შეკრებილი ტაქსის მძღოლები უსმენენ იმ კონკრეტულ პირობების აჟღერებენ და იმ პირობებს უსმენენ ამ გაჟღერებულ პირობებს და თუ ვინმეს რაიმე შენიშვნა აქვს, აპირებენ რომ ეს შენიშვნები გაითვალისწინონ და მათ მოთხოვნების, ასე რომ ვთქვათ, ნუსხა შეავსონ. დღეს რამდენი ტაქსის მძღოლი ხართ დაახლოებით შეკრებილი აქ? რამდენი ხართ დაახლოებით დღეს შეკრებილი? 150. მე-5 მე ვიყავ სიაში და იმის მერე კიდე რამდენმა შეიწერა. აგერ ვევლი არ არის. პატრონი არ გყავს, ვიკებო არა, პატრონი გინდა ყველგან. პატრონში რას გულისხმობთ? პატრონი არის ადამიანის უფლებები და შრომითი უფლებები. ამ უფლებების ვინმე მოვიდა, ვინმე გეუბნება, ვინმე აინტერესებს ისმენს, ჩვენ ვლაპარაკობთ ისმენ, ჩვენ უსმენთ ერთმანეთს. ვინმე არის? მაგას ვიძახი პატრონს თუ არა, აბა, ვიხო მაგას გეუბნები თუ არა, ჩვენ ერთი მეორეს რაც შეგვიძლია ისეს დაუდგებით გვერდში, მაგრამ მაგას საკუთარი უფლებებისთვის მოქალაქემ თავად უნდა იზრუნოს, ისე ფაქტია რომ ყავდია. ზრუნავს, ხომ ხედავ ყველა ხალხი ზრუნავს. ოდა გავაჩეროთ, არ გუუკლოთ იცადოს, ვაწუხდა ყველა ამდენი რომ გამევსახებ. სხვადასხვა. დაბლოკეთ ხალხისმა, დაბლოკეთ. Yandexma ვინდა ბლოკა? Yandexma. ამა იმას რას უსმე Yandexi? არ დაგბლოკავთ, ბოტი შეიძლება ბლოკავთ 10 წელი გამევსახე. აფერი და ბლოკილავარ კიდევ გამოძახებას დაგებო. გამოძახებაზე კი არ ბლოკავ.
ზოლის აპლიკაციაში ბლოკავს მე ზოლის. შენი პრობლემები დელაბარაკე. ნომერზე თუ გაქვს ზოლის აპლიკაცია. დელა 100 წელი ხარ. ესე იგი იმაში რომ შოფერი ხარ გეიგე და გამეიძახი აქცია. ოდა მაგიდან ბლოკავს იმაში და სხვა ნომერს უნდა გავაკეთო. დაურის აპლიკაცია უნდა სხვა ნომერზე. გავგეგმოთ, ოღონდ რა უნდა ვიცი რომ მანქანა თუ არის. გავიდეთ უნდა ზოგი შენაკადისკენ, ზოგი ორბებისკენ და რასკვია მუშაობენ. ის მაივიდები იდება მე ყველა დედება. კი, რა თქმა უნდა, ლაივში ვართ. არა, გადაღებული დედება მე ყველა. კი, აუცილებლად. ნენელა დედება, ხო? არა, უკვე ლაივში ვართ. მაგას არ გეუბნები. გრონკედი. ჩაჩი არის თოდე. არ ვარ ჩაჩი და ჩამწერე ნახავში. იჯებო. ეხლა ისა ცვლილობა რომელსაც აქ გაქვს ზუსტად 3-ზე იწყებ. ცვლილობა მარში. არის მეგონი ახლა დავანხარდა მე და. იჯებო. აჰა. ყველა მოთხოვნა მოისმინეთ, ხო, კონკრეტული მოთხოვნები. კიდევ არის დარჩენილი. ცოტა შეისვენა ადამიანმა და. აჰა. ელამ და ახლობელი ვინმე ყავს და იყო ჩაჩი. ახლა ინჟაზე მივიდეთ ყველა ჩვენ ხო, დაათი მანქანა გათიშოს ყველამ და აეროპორტში რომ ხო, კოლექტიური აეროპორტში რომ მიდიხარ შენ ინჟაზე გახარ 30 მანქანა გათიშეს ის კლიენტი რომ გამოვა სარგებელი ფული დაარჩა ახლა ისე მოუხსენს რომ ეს მაშინ ურეკლავო მანქანები უნდა გახვიდე ეს ანდერში მშო. აბეძრო თურქეთში მეტროსიტია. მაშინ ბელარუსიაში, უკრაინაში მაგარი მოხდილი. ეხლა დედაუტირესია. მა გუგლი რომ არის, შემდი ვარ და ვიცე. იმასი ახლა იმას აქ Yandex-ში ჩაწერა მოდი გაქვს ხო მაგრამ 10 წელი შეიძლება. ო ეს მაგ დაიყონე გერე. მაქია ვოლტი ტაქსი არა. აი აპლიკაცია. ო ეს აპლიკაცია თამათ. ახლა Google-მა აი ეს რუსეთში ახლა ამაში დაჭერო და იქ გადაგეტილია. იმიტომ ახლა გერმანიაში ვიყავი Yandex-ში ჩავდე ვაფშე რუკა არ გახსნა. არა გიმეჭი სახსნა და ან გულტომაპი დაგახსნა ან იზი დაგახსნა პატრონი არის ეს და რაც ნოტარ ვერიძე მოვდივარ გიჭებო ყველა მიწის საერთოდ ვინო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბათუმში დასაქმებული ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, რომ ჩვენ ლაივში მოგესმინათ მათი მოთხოვნები, თუ რისთვის იკრიბებიან ისინი. დღეს არის მეოთხე საპროტესტო აქცია ტაქსის მძღოლების. თუ ვერ მოახერხეთ და ახლა შემოუერთით ჩვენს ლაივს, შეგიძლიათ ლაივის დასრულების შემდეგ თქვათ ნახოთ ჩვენი ვიდეო და მოისმინოთ თუ რა მოთხოვნები და რა მოთხოვნები აქვს ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მეოთხეჯერ ატარებენ საპროტესტო აქციას ბათუმში. ძირითადი მოთხოვნები შეგვიძლია ახლა გავიმეორო, ეს არის მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება. ისინი ითხოვენ, რომ 1 კილომეტრზე გაიზარდოს თქვათ ტარიფის ღირებულება, რადგან დღეს არსებული ტარიფი მათი შეფასებით არის არაგონივრული და იმდენად დაბალია, რომ თქვათ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი ოჯახების შენახვა სამგამომუშავებით და საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ასევე ითხოვენ დაზღვევის უზრუნველყოფას, რადგანაც მიიჩნევენ, რომ კომპანიამ უნდა იზრუნოს მათ ჯანმრთელობის უფლებაზეც. დღეს კი სადაზღვეო
უფლებით ისინი ვერ სარგებლობენ დამსაქმებლისაგან, ასევე ითხოვენ გადაადგილების პროცესში, ჯარიმებთან დაკავშირებული, გაჩერებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს და ასევე სხვადასხვა საკითხები დასვეს დღის წესრიგში. ასევე შეგახსენებთ, რომ აქ ამ ადგილას იკრიბებიან ტაქსის მძღოლები, შემდეგ კი დაახლოებით 3 საათისთვის არის დაგეგმილი მანქანებით მარში, ანუ მსვლელობა და ამ ფორმით აპირებენ, რომ შეახსენონ დამსაქმებელს და საზოგადოებასაც მათი შრომითი უფლებების შესახებ და იმ მოთხოვნების შესახებ, რისთვისაც არიან ისინი დღეს შეკრებილი. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს არის 1 მაისი, შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე და ასევე ბათუმში სხვა რამდენიმე საპროტესტო აქციაც არის დაგეგმილი, კურიერების აქცია თბილისში, როგორც ვიცი, რომლებიც ასევე შეუერთებიან ტაქსის მძღოლებს და ბათუმში სოციალურად დაუცველები აპირებენ მათი უფლებებისთვის საპროტესტო აქციას და აპირებენ მთავრობის სახლთან შეკრებას და ასევე მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებას და ასევე როგორც ვიცი გაჟღერებულია, რომ უნდა შეიქმნას პროფესიული კავშირები, რომელიც ტაქსის მძღოლების უფლებებზეც იზრუნებს და სხვა სოციალური საკითხების მოგვარებაზეც იზრუნებს, რომელიც დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს აწუხებს. მე ახლა დაგემშვიდობებით, მადლობა იმისთვის, რომ თვალსადევნებდით ჩვენს ლაივს და შემოგიერთდებით მოვლენების განვითარების შესაბამისად. მადლობა, რომ გვიყურებდით დროებით.